გვერდებით ქართული ოცნება პერსონალურ სანქციებზე რეაგირება და დღევანდელი განმარტება იგივე კალაძის მხრიდან, რომ ეს არის ძალიან დიდი სისულელე. აი რა დასკვნის საშუალებას იძლევა? რას აჩვენებს ეს პროცესი? ეს ნამდვილად ასეა და აქვს თუ არა ამ თვალსაზრისით მართლაც, ასე ვთქვათ, სანერვიულო ქართული ოცნების ზოგიერთ წარმომადგენელს? სანერვიულო რასაკვირველია აქვს, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა იხტიბარი არ გაიტეხონ რაღაცეებს სისულელე და თქვან რაღაცეებზე თქვან რომ ჩალის ფასია და აქვს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მათი მხრიდან არის დიდი თვალთმაგზობა, რადგან მათ თვითონ ძალიან უყვართ კომფორტი, ძალიან უყვართ სიარული იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეძახიან deep state-ის გავლენის ქვეშ ყოფს და რაღაც გლობალური ომის პარტიას და ასე შემდეგ. თვითონ დაიარებიან მუდმივად ლამის ყოველ უიკენდზე ამ ქვეყნებში, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო და ეხლა ეს სანქციები რასაკვირველია მათთვის ძალიან დიდი დისკომფორტის შემქმნელია. სანქციები ზოგადად რომ მუშაობს, ამაზე მეტყველებს თუნდაც ქართული ოცნების ბოლო თვეების საკადრო პოლიტიკა, მათ ერთი მეორეს მიყოლებით გაისტუმრეს თანამდებობიდან ის ხალხი, რომლებიც ივანიშვილის საყრდენი იყო ყოველთვის ძალიან 10 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთმანეთის მიყოლებით, ჯერ ღარიბაშვილი თავის დროზე გაისტუმრეს თანამდებობიდან, მერე საერთოდ პოლიტიკიდანაც, ამას მიყვა ლილუაშვილი, შემდეგ ამას მიყვა გომელაური, ეხლა ხან გაბიტაშვილი გაათავისუფლეს თანამდებობიდან და ეჭვმაკ რომ ეს არ არის ბოლო, იმიტომ რომ ამითი ისინი მესიჯს უგზავნიან დასავლეთს, რომ აი ჩვენ ვუშვებთ თანამდებობებიდან სანქცირებულ პირებს და მოდით დაგველაპარაკეთ და მოდით დავალავოთ. მე ვფიქრობ, რომ ეს ამისანა მესიჯის გაგზავნის მცდელობაა და ინდივიდუალურად ცხადია, ეს აწუხებს ყველას, მათ შორის ცალკეულ იმ ვითომ ვაი პოლიტიკოსებს, რომლებიც ხმას აძლევენ ამა თუ იმ სასტიკ, ასე ვთქვათ, დიქტატორულ ტირანულ კანონმდებლობას. ბატონ სანდრო, კიდევ ერთ საკითხზე მინდა მოვისმინა თქვენი მოსაზრება, ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა. ეხლა ჩვენ ვნახეთ დღევანდელი ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივის ქართული ოცნება, ხო თუ არ ვსწრები ფრაქცია ქართული ოცნება. მედიასთან დაკავშირებული საკითხიც ასევე გუშინ, რომელიც მიიღო სამრჩევლოდ კომისიამ, აი რა დიცურაც შეიძლება ვილაპარაკოთ ამ პროცესში და რა არის ამ ნაწილში კონკრეტულად ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი, როდესაც გამოხატვის თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ და ამავდროულად რაღაც ახალი მექანიზმის მოფიქრება ხდება კიდევ უფრო მეტი შეზღუდვის დასაწესებლად. ზოგადად ეს დიქტატორული რეჟიმი ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდაციაზე, ჯერჯერობით ამას ბოლომდე ვერ ახერხებს, იმიტომ რომ სანამ ქვეყანაში ასე თუ ისე არსებობენ პოლიტიკური პარტიები, არსებობს სამოქალაქო საზოგადოება და არსებობს დამოუკიდებელი მედია, დიქტატორული რეჟიმი თავს ვერ გრძნობს ბოლომდე კომფორტულად და ამიტომაც არის, რომ სამივე ამ დემოკრატიის სამივე საყრდენის მიმართ ერთდროულად მიაქვს იერიში, პოლიტიკოსებს აგერ იჭერენ ჩვენს ვალწინ რაღაც, ასე ვთქვათ, გაუგონარი ბრალდებებით. სამოქალაქო საზოგადოების ჯერი დადგება რამდენიმე დღეში, როდესაც ამოქმედდება ეს ფარა. ამოქმედებული კი არის, მაგრამ იქ არის რაღაც 10 დღიანი ლუფტი, 10 დღიანი პერიოდი რაღაცა, მე ვფიქრობ, რომ ამას ველოდებიან და მედიის მიმართ რასაკვირველია მიიტანეს იერიში თავიანთ მიერ კონტროლირებული ეგრეთ წოდებული კომუნიკაციების კომისიის მიერ მეშვეობით უფრო სწორედ და ფაქტიურად ადამიანს უგზალავენ, რომ იყოს ადამიანი. ანუ მას უგზალავენ, რომ გამოთქვას თავისი აზრი ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, აქ ქვეყანაში მიმდინარე ამა თუ იმ მოვლენაზე, მას უგზალავენ, რომ ისარგებლოს ფიგურალური მეტყველებით, მას უგზალავენ, რომ გააკეთოს შედარებები, ერთ სიტყვით მას უგზალავენ აზროვნებად. ეს სავსებით ბუნებრივია, იმიტომ რომ ყველა ტოტალიტარული რეჟიმი
ებრძოდა ყოველთვის აზროვნებას, ადამიანმა არ უნდა იაზროვნოს, ის უნდა იყოს ასე ვთქვათ უტყდი და ბრმა მორჩილი იმისა, რასაც ზევიდან ვიღაცა ეუნება. აი ეს ამის ცდელობა, ეს ყველაფერი იქ თურმე ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არ უნდა თქვა, თურმე იმიტომ რომ ეს არ არის ფაქტი. ფაქტია თუ არ არის, ეს არის ჩემი შეფასება, ეს არის ადამიანის შეფასება, ხო? აი ამას უგზავნიან. და უგზავნიან სხვადასხვა ეპითეტებით სარგებლობას. ამ შემთხვევაში ახლა უკვე დღეს კიდე ახალი რამე მივიღეთ, რომ ქართული ოცნების დეპუტატები, რომლებსაც არ მოწონთ, როდესაც მათ მიმართ საზოგადოება, ასე ვთქვათ, მათ მიმართ აკეთებს ნეგატიურ შეფასებებს, ახლა ჩივიან ბავშვებივით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწერეს ერთი რაღაც კოლექტიური დანოსი და ამას დაარქვეს ჭყალებში სამართლებრივი დავა, რაც არის აბსოლუტურად სასაცილო, რომელ სამართლებრივი დავაზე არის ლაპარაკი, ისინი უბრალოდ დანოსებს წერენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ბავშვებივით ითხოვენ, რომ წადით ახლა დაიჭირეთ ესენი ყველანი. აი ამაშია საქმე. დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით, სანდრო ბარამიძე საუბრობდა ჩვენს ეთერში.